რადიო თავისუფლება. თბილისის დროით 18 საათსა და 23 წუთზე გადაცემას გავაგრძელებთ ყოველკვირეულ რუბრიკა თავისუფლების დღიურებით. გასულ კვირაში დღიურს ჩვენი რადიოს თხოვნით წერდა მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. სახლიდან გამოსვლისას ნინომ შემახსენა, რომ ამ საღამოს თემუგამ დავამეცადინა, რაც გულისხმობდა, რომ თხოვა დროზე მოდიო. საერთოდ, ჩემს თემუგას არ სჭირდება ჩემი დახმარება, მაგრამ ახლა ტესტები აქვს, ჯერ ფიზიკაში, შემდეგ მათემატიკაში და მოვილაპარაკეთ, რომ ერთად გავივლიდეთ ამ საკითხებს. ოფისში კვირაობით სიწყნარია, შედარებით ცოტა ხალხი მოძრაობს დღეს, ძირითადად რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან მქონდა სამუშაო შეხვედრები. მოგვიანებით მთავარი საბჭოს რამდენიმე წევრთან ხვალინდელი პრესკონფერენციის თემაზე ვისაუბრეთ, დავაზუსტეთ ჩვენი ძირითადი მესიჯები. დღევანდელი საღამოს ტელეეთერი სამივე ცენტრალურ არხზე დიდწილად მემეწუნება. მე ვამბობ, რომ რუსეთთან ურთიერთობებს აღვადგენთ, რათა გავაერთიანოთ საქართველო. ჩვენი მავდროულად უნდა შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და თავისუფლება, მაგრამ ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გაერთიანდეს, საქართველო იყოს სამართლიანი და დემოკრატიული, ოჯახებში დაბრუნდეს კეთილდღეობა და საქართველოს ეროვნული ტრადიციების სახელმწიფო გახდეს. მაგრამ ტელეეთერიდან ზუსტად ამის საპირისპირო ისმის. ეს არაფერი. მე ვიცოდი, რაზეც მივდიოდი, კარგად ვიცნობ სააკაშვილს, თავარია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ჩემი ეს ნაბიჯები სწორად ესმის. მე და თემუკამ ვიმეცადინეთ. გონება გახსნილი ბავშვია. ყურადღებით ვაკვირდები ხობარი მოქმედა მასიან ტელეშოუებმა. საბედნიეროდ რეაქცია 0. ნინო უფრო ნერვიულობს. კვირა დღეს ვამთავრებ ძალიან ბანალური ფიქრებით, ჩემი ოჯახი, ჩემი ციხესიმაგრე. 25 იანვარი ორშაბათი. დღეს პრესკონფერენცია გავმართეთ განათლების საკითხებზე. შეუძლებელია არ გამოვეხმაურო განათლების რეფორმის ახალ ტალღას ბჭყალებში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიუღებელია ბიუჯეტის დღევანდელი განაწილება, როდესაც განათლებაზე ორჯერ ნაკლები თანხა იხარჯება, ვიდრე პოლიციაზე და სხვა ძალოვნებზე. ჩვენი პოლიტიკური გუნდი აპირებს, რომ ეს მაჩვენებელი 760 მილიონამდე გაზარდოს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ს გაუტოლდება. უკან გადადგმული ნაბიჯია დღევანდელი მთავრობის ინიციატივა სკოლის ატესტატის უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების პროცესთან დაკავშირება. აუცილებელია მაღალი კლასების სასწავლო პროგრამის შესაბამისობაში მოყვანა ეროვნული საგამოცდო გეგმების სტანდარტებთან. სკოლის მასწავლებელი უნდა ვაქციოთ საუკეთესო რეპეტიტორად, ხოლო საუკეთესო რეპეტიტორები სკოლაში უნდა მოიყვანოთ მასწავლებლად. სამხედრო სწავლება მხოლოდ სამხედროების საქმე უნდა იყოს. სამხედრო სწავლების სკოლებში შემოღება საბჭოთა კავშირში გვაბრუნებს. ჩვენ თვლით, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია საქართველოს უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ყველაზე მთავარი ნაბიჯია. ჩვენი მიზანია თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს სოფლიო განათლება და ქართული აღზრდა. დღეს შევხვდი საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანელ ცელიქ ფურნიეს. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და ვფიქრობ, ბევრ საკითხში დავეთანხმეთ ერთმანეთს. ფადონ ფურნიეს გავაცანი კონკრეტული და დოკუმენტირებული ფაქტები, რომლებიც წინა საარჩევნო პერიოდში მოძრაობის წევრებზე და აქტივისტებზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას და ზეწოლას ადასტურებს. 26 იანვარი სამშაბათი. ჩვენ განვიხილეთ თემატური კონფერენციების ციკლის სახელწოდებით საქართველო ხვალ. სასტუმრო ბეცში იყვნენ ექსპერტები და ასევე პოლიტიკოსები. რა თქმა უნდა, ყველა არა, რაც ჩემი აზრით ჩვეულებრივი ამბავია. აქტიურა მედიამ სამაგიეროდ. ამ ინტერესმა ძალიან გაგვახარა, რადგან ეს კონფერენცია საუკეთესო საშუალება იყო ჟურნალისტებს დეტალურად გაეგოთ ჩვენი ხედვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ასეც მოხდა, თუმცა საინფორმაციო საშუალებებში ყურადღება მხოლოდ იმაზე გამახვილდა, რომ პოლიტიკური პარტიების სრული შემადგენლობა არ მოვიდა ამ კონფერენციაზე. ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ მომავალ ხელისუფლებას ძალიან დიდი ნების ყოფა და ძალისხმევა დასჭირდება იმისთვის, რომ თავი დააღწიოს ამუშავებულ მედია მანქანას და ის თავისუფალ რეჟიმში გადაიყვანოს. კონფერენცია კი მართლაც საინტერესო წარიმართა. ჩვენ, პოლიტიკოსები და ექსპერტები კიდევ ერთხელ შევთანხმდით, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დაალაგდეს ფასის დაწესების გარეშე. დამოუკიდებლობა და თავისუფლება, დემოკრატია და სამართლიანობა ერთდროულად მოსაგვარებელია. დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, ამიტომ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ და ვიმოქმედოთ საჯაროდ. დღეს ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება ძალიან აქტიური იყო, ერთდროულად გაიმართა რამდენიმე პრესკონფერენცია ბათუმში, თელავში, გურჯაანში, ასე რომ დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ. PS მე და თემუკამ ისევე მეცადინეთ. 27 იანვარი, ოთხშაბათი. დღეს ნინოობა და ჩემი დღე ნინოსთვის მილოცვით იწყება. შემდეგ სამებაში წავედით წირვაზე. წირვის შემდეგ მისმა უწმინდესობამ დაგლოცა. ვიდრე საქმიან დღეს დავიწყებდე, ჩემს მეგობარ შევხვდი. ვილაპარაკეთ ყველაფერზე, ბავშვობაზეც მათ შორის. არაჩვეულებრივი იუმორი აქვს. სასიამოვნო იყო მასთან შეხვედრა. პატარა პრობლემა აქვს. მოუგვარებ, რა თქმა უნდა. შემდეგ დედა ჩემო დამირეკა. მოკლედ დღე ძალიან კარგად დაიწყო. არც მიკვირს დღეს ნინოობა. შევხვდი ევროპის სტაბილურობის ინიციატივის წარმომადგენელს ჯერად კნაუს.
გულითადი შეხვედრა გქონდა, ძირითადად ვისაუბრეთ ჩემი ფინანსთა მინისტრობის და პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე ვიმსჯელეთ ეკონომიკის განვითარების შემდგომ პერსპექტივებზე. ბატონმა კნაუსმა აღნიშნა, რომ რევოლუციის შემდგომ პერიოდში, როგორც წესი, ქვეყნები სწრაფად ვერ იწყებენ ეკონომიკურ წინსვლას. მე ვუთხარი, რომ არ ყოფილიყო ზურაბ-ჟვანია და მისი გუნდი, ვერც საქართველოს შეძლებდა ამას, ის ნამეთახო. და შემომთავაზე საერთოდ, რომ წიგნი დამეწერა ამ პერიოდზე. საინტერესო იყო შეხვედრა USAID-ის პოლიტიკური პროცესების უფროსმცველთან ალექსანდრ სოკოლოვსკისთანაც. ჩვენ განვიხილეთ პარტიული სტრუქტურების მშენებლობის და განვითარების საკითხები, აგრეთვე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ხალხის პარტიის და კონსერვატიული პარტიის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა საპროტესტო მანიფესტაცია გავმართეთ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. ჩატარებულ აქციას გამაფრთხილებელი ხასიათი ჰქონდა. დღის ბოლოს გამაცნეს სოციოლოგიური კვლევის შედეგები. ჩემი ვარაუდი, რომ ჩვენი მოძრაობის რეიტინგი იზრდება, გამართლდა. სასიამოვნო აგრეთვე, რომ პრაიმერის სხვა პარტნიორების, კონსერვატორების და ხალხის პარტიის რეიტინგიც იზრდება. 28 იანვარი, ხუთშაბათი. კარგად ხედავდა მესმის საზოგადოების დაკვეთა, რომელიც ოპოზიციის ერთიანობას გულისხმობს. ეს უნდა ხალხს. ეს სჭირდება საქართველოს. ბოლო თვეების განმავლობაში მე დიდ ენერგიას და დროს ხარჯავ, რომ ამ ერთიანობას მივაღწიოთ. ამიტომ გამოვეხმაურე მაშინვე პრაიმერის იდეას და ვფიქრობ, მოძრაობამ სამართლიანი საქართველოსთვის, ხალხის პარტიამ და კონსერვატორებმა გარკვეულ შედეგს მივაღწიეთ კიდეც. დღეს დავიწყეთ პრაიმერის ჩატარების მომხრეთა რეგისტრაცია. ღონისძიების მიზანი პრაიმერის იდეის პოპულარიზაცია იყო და იგი ერთდროულად გდანში, ვარკეთილში და ვაგზის მოედანზე გაიმართა. ჩემთან ერთად კახა კუკავა, ზვია ძიძიგური, კობა დავითაშვილი, ალეკო შალამბერიძე და ბიძინა გუჯავიძე იყვნენ. თითქოს ვესაუბრეთ რეგისტრაცია გავლილ მოქალაქეებს და ყველამ დავინახეთ, რომ ოპოზიციის ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. შევხვდით თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლევენტ მურატ-ბურჰანს და უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვასილ ციბენკოს. განვიხილეთ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთ თანამშრომლობის პერსპექტივები. დღეს ჰქონდა აგრეთვე პრესკონფერენცია წამლებსა და საწვავზე ფასების ზრდის მიზეზებზე, რომლის ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. საფუძველი მხოლოდ ერთია, ხელისუფლება ნავთობპროდუქტებისა და ფარმაცევტულ ბიზნესს ფულს აწევს. საღამოს პირველ არხზე დავით პაიჭაძემ იმიწვია თავის გადაცემაში დიალოგი. ვფიქრობ, საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა. მომეცა შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია. ვაფასებ დავით პაიჭაძის დიალოგის კულტურას, კონსტრუქციულობას და ამავე დროს რატომღაც მხიარულ ხასიათზე დამაყენა სარეიტინგო გამოკითხვებს, რაც სხვა შორის პასუხებს კი და არა ტაბლო არ აქვს და გასაგები არ არის, ასე ხშირად ფიქსირდება ზარი. ამიტომ დიდი პატივი დამდო პირველმა არხმა, რომელმაც დადებით პასუხად 12 თუ 14% აჩვენა. 29 იანვარი, პარასკევი. დილით ბაკურიანში წავედი. საღამოს დაბრუნდი თბილისში, მქონდა ბევრი და საქმიანი შეხვედრა. მთავარი საბჭოს წევრებთან, ჩვენს აქტივისტებთან ვხედავ, რომ მათი განწყობა სულ უფრო და უფრო ოპტიმისტურია. ვისაუბრეთ ხალხის გაწევრიანების კამპანიაზე პარტიაში, მომავალ არჩევნებზე. მოგვიანებით კარდაკარი შედეგები მოვისმინე. ის ახლა მიმდინარეობს თბილისის 4 რაიონში, ისანში, სამგორში, ვაკეში, ჩუღურეთში, ასევე ოზურგეთში, ქობულეთსა და ლანჩხუთში. პირველ ეტაპზე ჩვენი მიზანი საარჩევნო სიების გადამოწმებაა. 30 იანვარი, შაბათი. უნდა ვაღიარო, რომ თურმე ბავშვობაში სულტყუილად მეღიმებოდა დღიურების წერის მოყვარულ გოგონებზე. მადლობა რადიო თავისუფლებას ამ მიგნებისთვის. აღმოვაჩინე, რომ დღიურის წერისას კიდევ ერთხელ გეძლევა საშუალება დღის ანალიზი გავაკეთოთ. თუმცა არ მგონია, რომ დღიურების წერა გავაგრძელო მომავალში. საკმაოდ საქმიანი და ნაყოფიერი კვირა გამოდგა ჩემთვის და ჩვენი მოძრაობისთვის. მომავალი კვირა ჩემთვის ძალიან მძიმეა, რადგან ოთხშაბათს ზურას გარდაცვალების დღეა. ორშაბათს შედგება პრაიმერიში მონაწილე პარტიების ხელმოწერა შესაბამის დოკუმენტზე. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ პრაიმერის ღირსეულად ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია მომავალისთვის. დამავიწყდა დამეწერა, რომ ამ კვირის განმავლობაში გამორჩეულად ყინავდა და აი ამით იყო ეს კვირა განსაკუთრებით განსხვავებული, მაგრამ თებერვალი იწყება და მალე გაზაფხული მოვა, საქართველო აყვავდება. ასე იმედიანად დასრულდა ზურაბ ნუღაიდელის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერის დღიური, რომელსაც ის ჩვენი რადიო თავისუფლების თხოვნით წერდა.